მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ პეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103-ზე რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც უყურებს ტელეკომპანია პალტრენიუსის ეთერით. ბუნებრივია გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენ გამოვეხმაურებით უკრაინის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას. დღეს უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით რუსებისთვის დანაკარგების მიყენებამ და მათი სამხედრო პოტენციალის შემცირებამ რუსეთი უნდა აიძულოს რეალურ დიპლომატიას დათანხმდეს. უკრაინული მედიის ცნობით ზელენსკიმ ამის შესახებ ვილნიუსში, ბუქარესტის, ცხრიანისა და სკანდინავიური ქვეყნების სამიტზე განაცხადა. ეს განსაკუთრებული მომენტია, თქვა ზელენსკი. ერთი მხრივ რუსეთმა ზაფხულის შეტევა დაიწყო, მაგრამ მეორე მხრივ ის იძულებულია დიპლომატიურ ქმედებებში ჩაერთოს. ეს არის როგორც გამოწვევა, ასევე რეალური შესაძლებლობა ყველა ჩვენგანისთვის. ეს არის შანსი, რომ ვცადოთ ამ ომის დასრულებაო, აღნიშნა ზელენსკი. მისი თქმით, ევროპასა და შეერთებულ შტატებს ერთად უკეთესი იარაღი აქვთ, ვიდრე რუსეთს. ჩვენ ასევე გვაქვს უფრო ძლიერი ტაქტიკური გადაწყვეტილებები. ჩვენმა ოპერაციამ ობობის ქსელმა გუშინ ეს დაამტკიცა. რუსეთმა უნდა გააცნობიეროს თუ რას ნიშნავს დანაკარგების განცდა. ეს არის ის, რაც მას დიპლომატიისკენ უბიძგებსო, თქვა ზელენსკი. მისი თქმით, რუსეთის მიერ ომში განცდილი დანაკარგები მიუთითებს, რომ იცავს არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მთელ ევროპას. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ აუცილებლად დრონების წარმოებაშიო, თქვა ზელენსკი. მისივე თქმით, უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერება, განსაკუთრებით კი პატრიოტის სისტემები და მათთვის განკუთვნილი რაკეტები. შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე ოპერაცია ობობის ქსელი ჩაატარა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდა 40-ზე მეტი რუსული თვითმფრინავის დაზიანება, მათ შორის A-50, Tu-95, Tu-22, M3 და Tu-160 ტიპის თვითმფრინავების. უკრაინულ მხარის ინფორმაციით, ოპერაცია 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მზადდებოდა. უკრაინულმა დრონებმა ერთდროულად 4 რუსულ სამხედრო აეროდრომს შეუტიეს. ბელაიას, დიაგილევოს, ოლეინასა და ივანოვოს აეროდრომებს. როგორც გითხარით, გადაცემის პირველ ნაწილში ამ თემაზე ვისაუბრებთ. გვექნება დავიწყებთ ჩართვით უკრაინიდან კახა ბასილია ჩაგვერთობა, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების აკადემიის მომზადების ცენტრის უფროსი პოლკოვნიკი. მივესალმებით მას. გამარჯობა კახა. გამარჯობა, საკავშიროების მოგესალმებით, დიდი მადლობა ჩართვისთვის. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და ამ ოპერაციის შესახებ რო გითხრათ, უფრო დეტალურად უთხრათ ჩვენს რადიო მსმენელებს და მაყურებლებს, რა მოხდა კონკრეტულად, როგორ დაიგეგმა, რა განხორციელდა, რა ზარალი მიადგა რუსეთს და ასე შემდეგ. დიახ, მოგესალმებით. მე უპირველეს ყოვლისა მინდა მოულოცო ყველა გულშემატკივარს, ჩვენი უკრაინის გულშემატკივარს, ყველა პატრიოტს და ნორმალურად მოაზრული ადამიანს. გუშინდელი წარმატებული ოპერაცია, დიახ, სწორად აღნიშნეთ, ოპერაცია ალბათ შევა ყველა ქვეყნის დაზვერვის სახელმძღვანელოში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური თანამედროვე ომში, ალბათ ჯერ ესეთი დონის ოპერაცია არც ყოფილა გამოყენებული. ეს იყო მართლაც უნიკალური ოპერაცია. ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ახლა წარმოიდგინეთ ზარალი უკრაინას მიადგა FPV დრონი, ეს არის უბრალო დრონი, რომლის რადიუსი არის 10-15 კილომეტრი. ეს არის ჩვეულებრივი, ყველაფერი ვაიღო, ალბათ $1000 მისი ფასი. 1000 დრონით რო გაუშვა, 1000 დრონით, ეს $1,000,000-ია, მეტი არ არის. რუსეთს მიადგა 51 უფრო ჯერჯერობით, რაც არის ცნობილი, ესე იგი სტრატეგიული ავიაცია 40%, თითქმის 40% დაკარგა ერთი ოპერაცია, რომელიც იგეგმებოდა, რა თქმა უნდა, ალბათ წელიწადზე მეტი. ეს იყო მართლაც კარგად დაგეგმილი ოპერაცია. $7 მილიარდი, ესე იგი, დანაკარგი განიცადა რუსეთმა აი ამ ერთი ოპერაციით. წარმოედგინეთ და უფრო მეტიც, რომ ეს ფინანსებს რო თავი დავანებოთ, ეს იყო სიგნალი, რომელიც გაეგზავნა პრეზიდენტ ტრამპს, გაეგზავნა ესე იგი ევროპის ქვეყნის ლიდერს, რომ უკრაინას ნამდვილად გააჩნია კოზირები და თვითონ პრეზიდენტმა ზელენსკიმაც განაცხადა, რომ კიდე ბევრი ესეთი კოზირი მას გააჩნია და რუსეთს მოუწოდა მართლაც მოლაპარაკებისკენ და ესე იგი აი ამ ომის დასრულებისაკენ. იმიტომ მართლაც ბევრი აი ამდაგვარი სურპრიზი არის მომზადებული და რუსეთი თავის თავზე მალე მიიღებს იმ ტკივილს, რომელიც უკრაინის სამი წლის განმავლობაში უკრაინის ხალხი განიცდის. აქ ერთი ხაზი მინდა გაუსვა, რომ უკრაინელები არასოდეს
ესე იგი არ ბომბავენ სამოქალაქო ობიექტებს. რუსეთი ყოველთვის ბომბავს მარტო სამოქალაქო ობიექტებს და სამოქალაქო პირები იღუპებიან სამწუხაროდ. აი რუსებისგან გასხოვებით უკრაინელები თქვენ ხედავთ რომ პრაქტიკულად არასდროს სამოქალაქო ობიექტი ჯერ არ დაბომბილა. იმდენად კარგად არის ყველა ოპერაცია დაგეგმილი. აი წარმოიდგინეთ რომ ესე იგი უკრაინის უსაფრთხოების ხელმძღვანელი ეს არ არის ყოფილი კგბ-ს თანამშრომელი, ეს არ არის ადამიანი რომელმაც რაღაცა ესე იგი სკოლა გაიარა და რაღაცა მთელი ცხოვრება უშიშროებაში მუშაობდა. ეს არის უბრალოდ კარგად განათლებული ადამიანი, ეს არის კარგად განათლებული ადამიანთა ჯგუფი, რომელიც აი ესე წარმატებულად ახორციელებენ სხვადასხვა სახის ოპერაციებს. და ეს მართლაც ესე იგი არ ვიცი იმის შემდეგ რაც რუსეთს აი ესეთი დანაკარგი და ესეთი ჩავარდნა ალბათ არ ვიცი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ალბათ არც ქონიათ და იმ სკოლას რასაც თავის დროზე ლავრენტი პავლოვიჩმა შექმნა კგბ-ს სკოლა პრაქტიკულად დღეს არის ნოლის ფასია მისი ესე იგი იმდენად დეტალებზეც რო ვისაუბროთ ხო რომ უთხრათ ჩვენს მაყურებლებს ან როგორც ვიცით მოხდა ტრაილერებით ხო ამ დრონების შეტანა და ეს არის კარგად დაგეგმილი ოპერაცია რომელიც წლის განმავლობაში წარმოედგენთ ისე იგი შედიოდა დეტალები იქ იწყობოდა იქ დაქირავებული იყო ესე იგი საცავები სადაც ეს აწყობა ხდებოდა კოტეჯები და ამ კოტეჯების სახურავებში იყო დაპროგრამებული დრონები. უკვე დაპროგრამებული დრონები მას არ ჭირდებოდა ადამიანის ესე იგი ჩარევა. ეს არის ხელოვნური ინტელექტის საშუალებით დაპროგრამა ყველას ჰქონდა თავისი პროგრამა აი ამ თვითრინავებზე, სტრატეგიული თვითრინავებზე. ეს იმდენად კარგად გააზრებული და დაგეგმილი ოპერაცია იყო, რომ არ ვიცი ახლა რუსები როგორ გამოიძიებენ და ვის დასჯენ, ну რა თქმა უნდა ვიღაცებს დასჯიან, მაგრამ დასჯიან არა იმ პირებს, რომლებთაც უშუალოდ მიუძღვის აი ამაში როლი, იმიტომ რომ ჩვეულებრივად იქირავეს საწყობები, შემოვიდა ტრაილერები და ეხლა თქვენ იცით რომ ეს 2 დღეა ყველა ტრაილერი მოწმდება. მით უმეტეს რომ უშიშროება, უკრაინის უშიშროებამ გააცხადა, განაცხადა რომ კიდე ბევრი ტრაილერია რუსეთში ესეთი მზადყოფნაში და წარმოიდგინეთ რა დღეში არის ახლა FSB-ს მუშაკები და როგორ ძებნაში არიან შეიძლება მართლა არც არ არის არაფერი მაგრამ რამდენად დიდი სტრესია უშიშროების რუსეთის უშიშროებისთვის რომ ესე იგი ყველა ტრაილერი თან წარმოიდგინეთ რომ ეს ობიექტები რომელიც დაიბობა რამოდენიმე 1000 კილომეტრით არის უკრაინის საზღვრიდან დაშორებული. ხო წარმოიდგინეთ ეს არის აი ეს არის ზუსტად თანამედროვე ომისში გამოყენება ინტელექტის გამოყენება, თანამედროვე მეთოდების გამოყენება და ეს არის ზუსტად ის რომ აღარ არის ის უპირატესობა რომელიც ადრე ქონდა დიდი ქვეყანა, დიდი რესურსი, ხალხის რესურსი, ბევრი ისე იგი ტანკი, ბევრი თვითმფრინავი ეს უკვე აი ამ ოპერაციამაც ანახა რომ ამას იმდენად დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. დღეს აქვს მნიშვნელობა რომელ მხარეს დგეხარ, სიკეთის თუ ბოროტების მხარეს, ვინ არის შენი მეგობარი და რამდენად ისე იგი ინტელექტუალურად მზად ხარ ომისთვის და არა იმ ძველი მეთოდებით, რომელი მეთოდებითაც რუსები სამომულო ომის მეთოდებით აგრძელებენ კიდევ ბრძოლას. ამიტომ მე მინდა ბევრ სამწუხაროდ ჯერ კიდე არიან საქართველოში რუსეთის თაყვანისმცემლები და ჯერ კიდე ჯერათ რუსები გაიმარჯვებენ. აი ამ ოპერაციამ კიდე ერთხელ ანახა მთელ მსოფლიოს და აი ამ რუსეთის თაყვანისმცემლებს, რომ რუსეთი ნამდვილად ვერ გაიმარჯვებს, უკრაინას კიდე აქვს ძალიან დიდი რესურსი. წარმოიდგინეთ, სტრატეგიული თვითმფრინავის 40%-ია განადგურებული. ესევე ზღვაზე ის უპირატესობა ზღვაზე აღარ აქვს. 30% არის საერთო სამხედრო ესე იგი ამ გემების განადგურებული. ეს არის დრონების, რომლის წარმოება გრძელდება უკრაინაში, თვითონ აწარმოებს უკრაინა დრონებს
და იმდენად უკვე რო თითო ჯარისკაცზე მალე თითო დრონი იქნება. შეუძლებელია რუსეთმა განახორციელოს აგრესია აი იმ მithumedes აი ამდენი ხანია ესე იგი 2-3 კილომეტრის მეტი ვერ შემოდიან წინ, ვერ გამოდიან წინ. აი ეს არის ზუსტად ტექნოლოგიების უკრაინელი ესე იგი ინჟინრების უკრაინელი არა მარტო უკრაინელის რა თქმა უნდა დასავლეთის დახმარებაც და ვფიქრობ რომ ძალიან მალე კიდევ ბევრ სურპრიზს დახავთ და რუსები მართლაც ინანებენ და ბოლოს ცნობილია საზღვარი სად გადაკვეთეს ამ ტრაილერებმა როგორ მოხვდნენ რუსეთის ტერიტორიაზე თუ არ ვიცით ეს კი როგორ არის იცით რომ ეს ერთ წელზე მეტი იგეგმებოდა ეს არ იყო ერთი საზღვარი ეს არ იყო უკრაინას შესული ტვირთი იმდენად აი როგორ არის იცით რომ ეხლა ბევრის თქმა არ შეიძლება და იმდენად დიდი მუშაობა მიდის ქვეყნის გარეთ სხვადასხვა სახელმწიფოდან ეს იყო ერთი ოპერაცია ჩვენ ამდენი ოპერაცია არ ვიცით ხო იგივე ჩვენ არ ვიცით ისე იგი ტელეფონების ოპერაცია ჩვენ არ ვიცით ნოუთბუქების ოპერაცია რომელიც იწყებოდა ტაილანდში შეკვეთით იწყებოდა ევროპაში შეკვეთით და შედიოდა რუსეთში აი ესე შედიოდა სხვადასხვა ქვეყნებიდან ისე იგი სხვადასხვა პროდუქცია სადაც უკრაინის უშიშროება უკვე დიდი ხანია მუშაობს. ისე იგი არის ფირმები, იმ ფირმას უკვეთავს რუსი ბიზნესმენი, იმის გამო რომ უფრო იაფია ის პროდუქცია სხვასთან შედარებით და ეს ყველაფერი იმდენად დაგეგმილია და იმდენად კარგად არის ყველაფერი ისე იგი გაწერილი რომ და იმდენად ცუდად მუშაობს რუსეთის უშიშროება რომ პრაქტიკულად ეს შესაძლებელი გახდა. აი ესეთი ოპერაციების ჩატარება რუსეთში, ეს ჩვენ რაც ვიცით გუშინელი და რაც კიდე რამდენი რამე კეთდება, ის რაც ესე იგი არ გამოაქვს უკრაინის უშიშროებას საჯაროდ, უკრაინის უშიშროების გარდა მუშაობს კიდე გური უკრაინის სამხედრო დაზვერვა, მუშაობს კიდე ბევრი ესე იგი სპეცსამსახურები რომლებიც აი ესე ნათელს ალბათ ომი რო დამთავრდება რაღაც დროის შემდეგ გაიგებთ თქვენი ტელემაყურებლები დიახ გასაგებია მადლობა დიდი საინტერესო საუბრისთვის კახა ვასილია უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების აკადემიის მომზადების ცენტრის უფროსი პოლკოვნიკი გვერდებოდა ჩვენთან სტუდიაში კი სტუმრად არიან ლაშა ზერვისაშვილი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი დავით გუნაშვილი თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ჯგუფის ფარის წარმომადგენელი მოგესალმებით მადლობა განაცემაში მონაწილეობისთვის და როგორც თქვი პირველ ნაწილში ვისაუბრებთ ამ თემაზე უკრაინაში განვითარებულ პრობლემებზე მეორე ნაწილში უკვე შიდა თემებსაც დაუბრუნდეთ მანამდე თქვენი შეფასება მაინტერესებს ამ ყველაფრის რაც მოხდა გუშინ ყველას ძალიან გაუხარდა ვინც უკრაინას გულშემატკივრობს მაგრამ მეორე მხრივ გასჭაკითხა რომ გადაჭარბებული ხო არ არის თქვათ ეს შეფასებები თუ გეთანხმებით ყველა ამ შეფასებას რაც არის ამ ოპერაციასთან დაკავშირებით მადლობა ამ შეკითხვისთვის ომში არსებობს ობიექტური მოთხოვნილებები არსებობს ის ამოცანა რაც უკრაინის შეერგებული ძალების წინაშე იდგა ის რომ რუსეთს ჰქონდა საგრძნობი უპირატესობა გარკვეულ დისტანციაზე მიეყენებინა დარტყმები ისე უკრაინის ინფრასტრუქტურაზე, მოსახლეობაზე და ჯარზე, რომ საერთოდ არანაირი საპასუხო დარტყმა არ მიიღო, იმიტომ რომ სიღრმიდან ახორციელებდა ამ დარტყმებს. ეს ბუნებრივია უკრაინის შეერგებული ძალების წინაშე სწავს ამოცანას, როგორ მივწვდეთ ეხლა რეალურად, როგორ გავუუქმოთ რუსეთს, გაუნადგუროთ ეს შესაძლებლობები, რომ დაუსჯელად ქვეყნის შიგნიდან ახორციელებდნენ ამ არაჰუმანურ, აბსოლუტურად არაადამიანურ ამ კამპანიას, არაკეტო დარტყმების კამპანიას, რომლის ერთადერთი ამოცანა არის უბრალოდ ფსიქოლოგიური დატერორება მოსახლეობის და არანაირ სხვა სამხედრო დანიშნულებას და რაღაც ფუნქციას ეს ოპერაციები არ ასრულებს. და აქედან გამომდინარე, ყველაფერი რაც ჩვენ ვიხილეთ, არის ლოგიკური, ანუ ჩვენ ვიხილეთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში უკრაინა ახორციელებდა, ანუ ცდილობდა თავისი შორსმოქმედი დრონების მეშვეობით მიწვდომოდა.
ამ სამხედრო ინფრასტრუქტურას, აეროდრომებს, მაგრამ ნუ უნდა ვაღიაროთ, რომ ეხლა რუსეთი არ არის პატარა ქვეყანა, რუსეთი რაშიც გამოირჩეოდა სხვათა შორის დასავლეთთან მიმართებაში, ეს იყო ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მაღალი დონე, განვითარების რაოდენობრივადაც და ხარისხობრივადაც და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი დანაკარგი აქვს რუსეთს ამ თვალსაზრისით, ისიც კი რაციონალურად ფიქრობს, რომ ის რაიონები, სადაც განთავსებული არის მისი ერთ-ერთი ყველაზე მისი გადმოსახედიდან ეფექტურად სარაკეტო დარტყმების განხორციელების ინფრასტრუქტურა, ის უნდა იყოს დაცული. და ეხლა როცა ამ ინფრასტრუქტურაზე მოდის საკმაოდ დაბალი სიჩქარით დრონი, მისი ჩამოგდება საკმაოდ მარტივი არის და ჩვენ რასაც ვხედავდით აქამდე, იყო ერთი რაღაც ორი შეიძლება დრონი გაძვრებოდა სადმე და რაღაცას დაეცემოდა. ეხლა ვიხილეთ მაგალითად აი ეს რადიოლოკაციური ეს დაზვერვის თვითმფრინავი ერთი ბელორუსიაში, რომელიც ესე იქნა განადგურებული, რამოდენიმე კიდე ცალკეული ესეთი შეტევები ვიხილეთ, მაგრამ მასიური ხასიათი, როგორც ასეთი რომ ისეთი დარტყმის საშუალება, რომელიც რადიკალურად დააკნინებდა და გაანადგურებდა რუსეთის შესაძლებლობებს, ეს არ იყო. ამიტომ ბუნებრივია უკრაინელებმა იფიქრეს, თუ პირდაპირ ვერ ხორციელდება ერთგვარი ტროას ისტორიული მაგალითის გამოყენებით, როგორ შევახციოთ რუსეთში ისე იმ სამხედრო ინფრასტრუქტურასთან ახლოს, რომ მოხდეს უკვე შემდგომ მაქსიმალურად ეფექტურად დარტყმის საინტერესო როგორ შევიდნენ. ეს ეხა ჩვენი შესაძლებლობები ბუნებრივია ცდება ეხა იმას განსაზღვროთ როგორ ფაქტია რომ დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა ჩემთვის სამაგალითო არის ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოება ეს არის ძალიან ნიშნავს რომ აი ამდენი ხანი ოპერაცია მიდის და არ გაჟონა ამ ინფორმაციამ რუსეთმა ვერ მოიპოვა ინფორმაცია სხვათა შორის მოსალოდნელიც იყო იმიტომ რომ მე ვუყურებ უკრაინელების მოქმედებას თუნდაც სამხედრო ოპერაციების დაწყებისას, აი მაგალითად კურსკში ოპერაცია რაც დაიწყო, სრული მოულოდნელობა იყო რუსებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ 3-4 ბრიგადის თავმოყრა, ანუ შეტევითი დაჯგუფების თავმოყრა არც თუ ისე დღეს საბრძოლო ველზე არაფერი არ იმალება, არც ტაქტიკურ და არც ოპერატიულ სისტემაზე. თუ ეს სატელიტით შეგიძლია დაგვირგვინოთ. რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა წარმოგიდგენთ სამხედრო ოპერაციის უსაფრთხოების დაცვას ახორციელებენ, ანუ საინფორმაციო უსაფრთხოების დაცვას ახორციელებენ უკრაინელები, რომელიც გაცილებით იულია რო აღმოაჩინო და ამ დროს კიდე სულ სხვა დონის სტრატეგიული დანიშნულების სიღრმეში ოპერაცია უნდა განხორციელდეს, რომლის საინფორმაციო დაცვის უზრუნველყოფა კიდევ უფრო მეტი არის, ვიდრე სამხედრო ოპერაცია. ხო, ანუ აქ რაზე არის საუბარი, ანუ უკრაინა ეს რაღაც მაღალ ეშელონებში აგენტები რუსეთს ფაქტობრივად შევეთქვას, რომ აღარ ყავს. იქედან ინფორმაცია მათთან ვერ ჟონავს. ან თუ ყავს, იციან უკრაინელებაც გაშიფრული არიან და ამ ადამიანებიდან არ მიდის ინფორმაცია. ანუ ინფორმაციის მოპოვება როგორ ხდება, ხო? შენ ყავს იქ ტრიზურგში ასე ვთქვათ აგენტები, რომლებიც გაწვდიან ინფორმაციას და ეს რუსეთს არ გამოუვიდა. ძალიან მოკლედ ვიტყვი. შენ ან ყავს ინფორმანტები ყველა დონეზე, ან ეხა იმ ზღაპრების, რასაც საბჭოთა კავშირში ეხა ზორგე და შტირლიცი ახორციელებდნენ ხოლმე, რომ მიულერის კაბინეტიდან სეიფიდან გამოგონდათ ეხა ის რაღაც გეგმები, ნუ ეს ზღაპრებია, რა თქმა უნდა. ან სადაზვერვო სისტემა მუშაობს. შეიძლება მაგალითად ეხა საქართველოში მე დარწმუნებული ვარ, იგივე სააკაშვილის დროს სამინისტროებში, იგივე თავდაცვის საკმაოდ ბევრი ყავდათ ჩანერგილი ხალხი. ამაში ეჭვი არ მეპარა. რა თქმა უნდა, და უკრაინას ახლა სავსე იქნებოდა უკრაინის სამხედრო უწყება რუსეთის აგენტები. ეს მეტყველებს. უბრალოდ გაწმინდეს როგორც ჩანს. ოღონდ კიდევ ერთხელ ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეს გაწმენდა და ეს უსაფრთხოების ზომები იმდენად კარგად არის მიღებული, რომ ყველა დონეზე დაწყებული დაბალი დონიდან დამთავრებული სტრატეგიულ დონემდე გადაწყვეტილების მიღების ინფორმაცია არის დაცული და ეს აფერომ, ანუ ძალიან მაგრები არის. ხო. დავით, შენ რას ფიქრ ასეთო ამ ოპერაციაზე? ჩემთვის თვალსაჩინო ვეთანხმები ლაშას რა თქმა უნდა ყველაფერი რთულია ხა რაღაცა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დავამატო ამ მოხილვას. ჩემთვის მართლობით თვალსაზრისით არის ძალიან საინტერესო ეს ყველაფერი, ეს მიუთითებს იმას, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი ზევიდან ქვევით ვერტიკალში, არა მხოლოდ ვერტიკალში თან ასე ვთქვათ, აი რუსული ვერტიკალი მუშაობს, ანუ ზედა ეშელონიდან უნდა წამოვიდეს ბრძანება და იქ დელეგირების ხარისხი ძალიან დაბალია და ასე შემდეგ. და დიდი ხანი ჭირდება აი ამ ბრძანებების ქვევით ჩასვლას და რუსული
გადაწყვეტილების მიღების სისტემა ამ მხრივ არის ძალიან მოუქლენი. ანუ ჩემთვის აშკარა ხდება, რომ უკრაინელების გადაწყვეტილების მიღების სისტემა ეს იქნება უსაფრთხოების მიმართულებით თუ წმინდა სამხედრო მიმართულებით უფრო მოქნილი გახდა. ნელ-ნელა თავისუფლდებიან ისინი აი ამ საბჭოთა მენტალური გადმონაშთებისგან და აი ამ რაღაცა მიდგომებისგან ეს აშკარა არის და ეს მოქნილობა თუნდაც ტექნოლოგიური ასე ვთქვათ შესაძლებლობების გამოყენების თვალსაზრისით შეიძლება აი არაწმინდა სამხედრო ტექნოლოგიები გამოიყენონ წმინდა სამხედრო მიმართულებით და ამას ცოტა სხვანაირი ინოვაციური მიდგომა ჭირდება და ახლა წინა გამოსვლელი რაზეც საუბრობდა ჩართვაში ის რომ ვთქვათ უსაფრთხოების სექტორში შემოყვანილი არიან არასპეციფიკურად მაინც და მაინც უსაფრთხოების რაღაცა ნომენკლატურული სპეციალისტები, არამედ უბრალოდ განათლებული ადამიანები, რომლებიც კრეატიულად აზროვნებენ და ამ ტექნოლოგიებს კრეატიული გზებით იყენებენ. ეს არის ძალიან დიდი გარღვევა ახლა ხო? ამას აკეთებს მაგალითად ისრაელი და ჩვენ ვნახეთ პეიჯერების ოპერაცია, რომელიც ასევე ძალიან მაგრად იყო დაგეგმილი და ძალიან სერიოზული დარტყმა მიაყენა ჰეზბოლას ლიდერშიპს, ხო? ანუ და ვერავინ ვერ გაიგო ჯერ კიდევ როგორ მოხდა ეგ ამბავი. ეს ტექნოლოგიების გამოყენება და ამ ტექნოლოგიებთან მიმართებაში გადაწყვეტილების მიღების პროცესის მოქნილობის უზრუნველყოფა და ჰორიზონტალი აი ინფორმაციის ასე ვთქვათ დაცულობის თვალსაზრისით სხვადასხვა ჰორიზონტალური, ქსელური, ასე ვთქვათ ნეტვორკული მართლობითი ელემენტების შემოტანა აქ ეს არის ძალიან სერიოზული პროგრესის მაჩვენებელი და ძალიან მაღალი ხარისხის დელეგირების მაჩვენებელი. ხო, შეიძლება, რავი, თვით ზელენსკისაც კი არ ცოდნოდა გარკვეული დეტალები იმ ოპერაციის და ასე ვთქვათ სხვადასხვა ხელმძღვანელ რგოლებში არ ცოდნოდათ ამ ოპერაციის სხვადასხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია. აი ეს დაქსელვა ამ ყველაფრის და რაღაცა გადაწყვეტილების მიღების ცენტრების ერთმანეთისგან იზოლირება უზრუნველყოფს ამას. და ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინა სხვა ეტაპზე იმყოფება ამ თავისი შესაძლებლობების გამოყენების და რუსეთს აქვს ძალიან სერიოზული პრობლემები. ახლა სწორი აქცენტები იყო, რომ ანუ ღმერთმა იცის ახლა რა აქვს დაგეგმილი და რომც არაფერი არ ქონდეთ დაგეგმილი, იმის აღქმა და მოლოდინი, რომ ამათ კიდე რა შეიძლება ქონდეთ დაგეგმილი, ეს იმხელა ფსიქოლოგიური და მორალური დარტყმა არის. რუსებისთვის, რომ შიგნით სერიოზულ კოლაფს იწვევს, ანუ ყველაფრის გადამწყვეტი. თუმცა რუსეთი ალბათ ამას რაღაც პასუხს დაგეგმავს, ხო? შეიძლება ეს პასუხი იყოს უხეში და ბრუტალური, რომ ქალაქებს ბომბავს და ალბათ კი, მაგრამ ამას ისედაც ბომბავდა მანამდეც და ჯერჯერობით ვერ ხედავ ვერაფერ ბრუტალურს, ანუ რასაც აკეთებდა იგივე წუხელაც მიიტანა, რავი, 1.80 რაკეტები, დრონები, ასე შემდეგ, სტატისტიკაც გამოქვეყნდა, რამდენი ჩამოუგდეს, იმდენი მიაღწია, ასე შემდეგ. ამას ის გააგრძელებს, რა თქმა უნდა, ანუ თან როგორ ბომბავს, ხო, რუსეთი ბომბავს უკრაინას და უკრაინა ბომბავს კონკრეტულ წერტილებს, რა, კონკრეტულ სტრატეგიულ ობიექტებს და ასე შემდეგ. ანუ ეს ხარისხი აი ამ დამოკიდებულება აშკარად აწეულია. ეხლა სადაზვერო ინფორმაციაც გაცილებით მეტი აქვს უკრაინელებს, ანუ ნატოს ნეტვორკშიც შეერთებულია, Starlink-ების მომენტი იმდენად მნიშვნელოვანი აღარ არის, ევროკავშირიც კიდე ეხლა კიდე უფრო დასტიმულირდებიან და კიდე უფრო წახალისდებიან, რომ უკრაინას სადაზვერო ინფორმაციას და ტექნოლოგიების და ასე შემდეგ მიაწოდონ, ფინანსური რესურსი მიაწოდონ, ეს წარმოებითი პოტენციალი, რაც უკრაინამ ამოქაჩა, ეს არის ძალიან თვალსაჩინო. მე პირადად იყო პერიოდი, როდესაც ნატოსთან თანამშრომლობის ფარგლებში უკრაინის სამხედრო დაწესებულებებში დავდიოდი და იქ სხვადასხვა ტიპის სპეციალისტებს ვეცნობოდი და მათთან მქონდა ურთიერთობა. ჩემთვის იყო ძალიან თვალსაჩინო, ასე ვთქვათ, მათი კვალიფიკაციის დონე და მათი ასე ვთქვათ, უნარები, რაც ეხა როგორც ჩანს, ანუ ეს ადამიანური რესურსი, ეს ინტელექტუალური პოტენციალი, რაც უკრაინელებს გააჩნია, როგორც ჩანს, ბოლომდე არის ამუშავებული და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც რუსეთში სხვათა შორის ვერ ხორციელდება. იმიტომ რომ რუსეთი არის მონათფლობერული სახელმწიფო და კორუმპირებული სახელმწიფო. ეხლა უკრაინაშიც არის მართლობითი პრობლემები, იგივე კორუფციის პრობლემა და ასე შემდეგ. არ ვიტყვი იმას, რომ იქ ყველაფერი მოგვარდა, მაგრამ აშკარა არის, რომ ამ ომის ფაქტორმა იქ კონსოლიდაციის ისეთი ხარისხი გამოიწვია ამ შესაძლებლობების, რომ სხვა ამბავს ხედავთ ეხლა ჩვენ. ოკეი, ბატონო, და ანუ აი ომში რა უპირატესობა შეიძლება ამან მოიტანოს საბოლოო ჯამში, რამდენი მნიშვნელობა იქნება, გარდა ტექნიკური მნიშვნელობა იქნება თუ არა როგორ. ჯერჯერობით რაშიც უკრაინა იგებს, ეს არის არასტანდარტული აზროვნება და ასიმეტრიული მოქმედება, რაც უკრაინელებს ძალიან დიდ უპირატესობას აძლევს, მიუხედავად იმისა, რომ რესურსობრივად და ტექნოლოგიურად მაინც რუსეთი სტანდარტული კონვენციური შეერგების თვალსაზრისით რუსეთი რა თქმა უნდა უპირატესობას ფლობს, მაგრამ მე სიმართლე გითხრათ, ეხა ამ სიტუაციას უყურებ ისე, რომ ცალსახაა რომ რუსეთი ომს გააგრძელებს. არც ერთ შემთხვევაში ეს
ფსიქოლოგიურადაც მიუღებელია. ხა რა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უნდა ისაუბროს კრემლმა, როცა ასეთი საერთაშორისო დონის დამცირება გაიარა. ანუ დიდი ალბათობით პასუხი მზადდება, პასუხი შეიძლება დღეს არ იყოს, მაგრამ აქ შეიძლება იგივე მასიური გამოყენება ვიხილოთ ეგრეთ წოდებული არეშნიკის, რომელიც აი ადრეც იქნა დნეპრის წინააღმდეგ გამოყენებული. მე სულაც არ გამორიცხავს ხოთა შორის რომ რაღაც გარკვეული დარტყმა მათ შორის ნატოს ინფრასტრუქტურაზე განხორციელდეს, იმიტომ რომ რუსულ აი ამ პარანოიდულ აღქმაში რეალურად ეს კი უკრაინელებმა გააკეთეს, მაგრამ ისინი ფიქრობენ რომ ეს იმდენად დიდი სტრატეგიული დონის დარტყმარი, რომელიც წარმოუდგენელია ნატოელების დახმარებით არ მომხდარიყო. ამიტომ აი მათ აზროვნებაში, ანუ რა უნდა გახდეს ამ დარტყმის საპირწონე ზარალით ფსიქოლოგიურადაც და მასშტაბიდან გამომდინარე, ხო? ანუ წარმოიდგინეთ, რომ 1/13 სტრატეგიული ბირთვული ტრიადის, ანუ საჰაერო კომპონენტის გამოყვანილი არის მცხოვრებიდან. დიდი ალბათობით მე ვფიქრობ, საერთოდ ნახევარი არის გამოყვანილი, იმიტომ რომ კანიბალიზაციის დიდი ხარისხი არის რუსეთის განსაკუთრებით საჰაერო ძალებში. მაგრამ აი ამ გადმოსახედიდან ეხა ფიქრობს კრემლი, რომ მოდი ეხა ისევ კიევს დავარტყა, ისევ არეშნიკი დავარტყა, ანუ ეს არ არის ის საპირწონე, ხო? რა დაინგრევა პირობითად რაღაც რამოდენიმე კორპუსი, პირობითად დაღუპული იქნება 100 ადამიანი და ნუ მერე რა, ანუ ის ეფექტი ამას აბსოლუტურად არ აქვს და იმის გათვალისწინებით, რომ მე ვფიქრობ, რომ რაღაც შეიძლება სუბიექტური მოსაზრება გამაჩნია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ზოგადად ომის გაფართოება ნატოსთან მიმართებაში შედის რუსეთის ინტერესებში. რაღაც მომენტში მე ვფიქრობ, ისინი ფიქრობენ, რომ კრემლში რომ რაღაცნაირად დარტყმა განხორციელდეს პირობითად ავიღოთ ნატოს რომელიმე ლოგისტიკურ ცენტრზე, რომელიც ემსახურება უკრაინას. პირობითად შეიძლება რაღაცაერად ისე გაფორმებულ, რატომაც არა. მაგას გაბედავს იცით? ხო, ნუ არ ვიცით, მაგრამ ერთი ვარიანტი არის, რომ ან გაცილებით მასირებულად მოხდეს დაბომბვა ამ ეგრეთ წოდებული არეშნიკის სისტემით, მეორე შეიძლება უკრაინაში პირობითად ნატოელებს სადაც არიან მართლა განთავსებულები და სადაც ხდება ან უკრაინის სიახლოვეს რაღაც ნატოს ლოგისტიკური ბაზა, შეიძლება დიდი არა, მაგრამ მცირე, მასზე განხორციელდეს თავდასხმა. ამიტომ აი ამ გადმოსახედიდან ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინა ნელ-ნელა ეწევა, კითხვა რაც იყო თავიდანვე ეწევა ნელ-ნელა რუსეთს, გააჩნია სულ უფრო იძენს შესაძლებლობებს, რომ საფასუხო დარტყმები განახორციელოს, ეს დაურუსები და დანარჩენი სისტემებით, რომლებიც მალე შემოვა უკრაინაში კიდევ უფრო გაასწორებს ამ ბალანსს, მაგრამ ეს ამავე დროს დილემის წინაშე ბუნებრივია დააყენებს რუსეთს, რომ რა უნდა მოხდეს კიდევ ისეთი, რაც რუსეთს სამხედრო წარმატების ილუზიას ან შანსს მისცემს და ამავე დროს საშუალებას მისცემს ხელისუფლებას რუსეთის, რომ თავისი ლეგიტიმაცია ამ წარმატების ფონზე გაიხანგრძლივოს. და აი აქ უკვე შემოდის ის საკითხი, რომ შეიძლება უკრაინაში გარკვეულწილად მე გაჩერდეს სამხედრო მოქმედებები და გადაინაცვლოს სხვა გეოგრაფიულ არეალში. კერძოდ ბალტიისპირეთის მიმართულებით. ხო, ნუ ეს და ასე საინტერესო მოლაპარაკებები, რომელიც სტამბოლში მართლა, თუმცა ჩვენ რეკლამა გვაქვს და ის განწირულია. ხო, აი რატო ამაზე ვილაპარაკოთ და მე შიდა თემებზეც მინდა ერთ-ორი კითხვა დაგისვათ, რეკლამა და რეკლამის შემდეგ დავუბრუნდებით ეთერში. ერექციული დისფუნქცია მაშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც იცით, ვსაუბრობთ უკრაინის მიერ განხორციელებულ ოპერაციაზე, რომელიც ჩაატარა რუსეთის ტერიტორიაზე. უბრალოდ ვისაუბრეთ პირველ ნაწილში საკმაოდ დეტალურად ამ თემაზე და ახლა მინდა ვისაუბროთ უკვე სტამბოლის მოლაპარაკებებზე, რა პერსპექტივა არსებობს. შეგახსენებთ, ჩვენი სტუმრები არიან ლაშა ძებისაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, დავით გუნაშვილი, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, ჯგუფი ფარის წევრი. დავით, შენ რას ფიქრობ, არის აი ამ ფონზე სტამბოლში გვექს ეგონა რომ ჩაშლიდა რუსეთი ამ მოლაპარაკებებს. მაგრამ არა, მაინც ჩავიდნენ ამ თავდასხმის მიუხედავად ჩავიდნენ სტამბოლში და იქ რაღაც მიდის გაცვლა, ხო, მემორანდუმები და ასე შემდეგ. ხა უკრაინის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ჩვენი ბავშვების სია გადავეცით ჯერო, ვინც რუსეთმა უნდა დაგვიბრუნოს, იცით რა მოტაცებული ყავს ბევრი ბავშვი. რამდენად ხედავ პერსპექტივას, რომ რამდენ შეიძლება შეთანხმდნენ? ახლა ჩავიდოდა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რეჟიმისთვის, რუსეთის რეჟიმისთვის მნიშვნელოვანია რომ რაიმე სისუსტე არ ანახოს, ანუ რაც არ უნდა მოხდეს, ცეცხლიც რო ეკიდოთ პირდაპირ გაგებით, ანუ ის ვითუსე ყველაფერი კარგად არის, ხო? მან უნდა დაარწმუნოს თავის მოსახლეობა, რომ ყველაფერი კარგად არის. და შესაბამისად ეს პროპაგანდა ამუშავა. ახლა რეალურად
თემა ის არის, რომ ბევრი პრობლემა აქვს რუსეთს, ეს დარტყმა, ეს ოპერაცია მათთვის სერიოზული დარტყმა, კრემლისთვის სერიოზული დარტყმა, პუტინისთვის პირადად არის სერიოზული დარტყმა. და იმ ასე ვთქვათ მართლობისთვის რაც მათ აქვს სამხედრო მიმართულებით იქნება ახმული თუ პოლიტიკური მიმართულებით. ასევე ჩიხში არიან გარკვეულ საკუთარი თავის თვითმოწყობილი რაღაცა ჩიხივით არის, რომელშიც იმყოფებიან, იმიტომ რომ მათ რეალურად არ შეუძლიათ კომპრომისზე წავიდნენ ომთან მიმართებაში. იმიტომ რომ მაშინ მთელი ის ალგორითმი რაც აქვს აწყობილი თავისი პროპაგანდისტული ალგორითმი ენგრევათ, იმიტომ რომ მიღწევები არ აქვთ ომის ეკონომიკაზე არიან გადასული, სამოქალაქო ეკონომიკა აქვთ ფაქტიურად ჩამოშლილი და ასევე ის ასე ვთქვათ სოციალური ფინანსური ბენეფიტები რაც რუსმა მოსახლეობამ სხვადასხვა რეგიონებში სადაც საერთოდ ფული არ აღწევდა ეხლა სარგებლობს იმიტომ რომ სადღაც ფორმა იკერება, სადღაც რაღაცა კეთდება, სადღაც რაღაც პაიოკი კეთდება და ასე შემდეგ. ეს ადამიანები მის ჩართული არიან აი ამ რუსული ომის მომარაგებაში, ამათ პირველად გაუჩნდათ რაღაცა შემოსავლის წყარო და ასე შემდეგ. აქ ძალიან დიდი სოციო-ეკონომიკური ასე ვთქვათ რაღაცა დინამიკა არსებობს და ინტერესი არსებობს. და ამავე დროს რეალურად პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ასეთი ტიპის ოპერაციების მერე ანუ პუტინის ხელმძღვანელობით განხორციელებული საომარი მოქმედებები ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ანუ ვერც წინ მიდიან, ვერც უკან მიდიან და ეხლა აშკარა არის, რომ ამერიკელი პრეზიდენტ ტრამპსაც ცივი არაერთხელ გადაასხა, ხო? რეალურად ტრამპს რო ეკონა, რომ ესენი რაღაც დათმობებზე წავიდოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელების მხრიდან იყო გარკვეული ნაბიჯები გადადგმული და ასე შემდეგ, არანაირ დათმობებზე ესენი არ მიდიან და ვერც სწავლენ ვერასდროს. ამიტომ რეალურად მაგ მოლაპარაკებებს არანაირი აზრი არ აქვს. უკრაინელებისთვის ეს იქნება ასე ვთქვათ შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ მოახდინონ დემონსტრირება მთელი მსოფლიოსთვის, ამერიკელებისთვისაც და ევროპელებისთვისაც, რომ რუსეთი არასდროს არანაირ დათმობაზე არ წავა, ერთადერთი რამ, რაც რეალურად რუსები შეიძლება უკანსვლაზე და კომპრომისზე აიძულოს, ეს არის სერიოზული ძალის დემონსტრირება და კონსოლიდირებული, ასე ვთქვათ, ძალისხმევით რუსეთის შეკავება და შეტევა პირიქით კონტრშეტევაზე გადასვლა და მისი ყველა აი ამ შესაძლებლობების განეიტრალება მაქსიმალურად რამდენად შესაძლებელია. კი ბატონო, ლაშა, შენ რას ფიქრობ? ანუ არის თუნდაც აი ამ ფონზე ხა უკრაინელები გასაგებია მათი პოზიცია რომ ძალა უნდა ვაჩვენოთ და მე შეიძლება რაღაცაზე დაიხიოს, მაგრამ ამდენად არის ამის შანსი რომ რამე დათმობაზე წამოვიდეს რუსეთი. არანაირი შანსი არ არსებობს, არც სისტემური საფუძველი არსებობს, არც პოლიტიკური, არც რეჟიმის ბუნებიდან გამომდინარე, არც სამხედრო თვალსაზრისით არანაირ ინტერესში არ შედის რუსეთის ინტერესში, რომ ომი გაჩერდეს, მით უფრო ამჭკვიანური სადამსჯელო ოპერაციის შემდეგ, რაც უკრაინელებმა განახორციელეს, რომელიც ძალიან რთულ ფსიქოლოგიურ მორალურ მდგომარეობაში აგდებს რუსეთს. ახლა წარმოიდგინეთ როგორია ახლა ილაპარაკოთ მშვიდობის დამყარებაზე, როცა ასეთი დამცირება განიცადეთ ხო მთელი ეს სტრატეგიული დანიშნულების მთელი ესა შეიარაღებული ხელი მუშტი პრაქტიკულად მოგაჭრათ ხო მოწინააღმდეგე. ამიტომ ერთი ლოგიკა არის და ეს ლოგიკა რუსებს არც დაუმალავ დიდი ხნის წინ, რომ მათი ამოცანა არის მანამდე განახორციელონ სამხედრო შეტევა, სანამ არ გავლენ ამ ოლქების საზღვრებამდე, რაც მონიშნეს თვითონ, ანუ ეს საუბარი არის ეს ხარკოვის, სუმის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, ლუგანსკის და დონეცკის ოლქები. ეს არის მათი როგორც მინიმუმ სამხედრო ოპერატიული ამოცანა, მაქსიმალურად სანამ იძლევა რუსული ეს ხორცაკეპი ამის საშუალებას, რომ მაქსიმალურად წინ წაიწიონ. მეორე ის რომ მათ იციან რომ ვერცერთ შემთხვევაში ომის შეწყვეტა გრძელვადიანად მათ ინტერესებში არ შედის, იმიტომ რომ ანუ ჯერ უნდა მიიღონ რაღაც სამხედრო შედეგი, რომ გაყიდონ ეს შიდა აუდიტორიისთვის, მოსახლეობისთვის, რომ წარმატებას მიაღწიეს და ნუ შემდგომ ამის გაფორმება უნდა მოხდეს იმისთვის, რომ პოლიტიკურმა რეჟიმმა გააგრძელოს ცხოვრება. ცალკე პრობლემაა, რომ ომის დასრულება ტექნიკურად, პრაქტიკულად შეუძლებელია, იმიტომ რომ ის ეკონომიკა, რაც რუსეთმა ეხლა აწყო, მთლიანად სამხედრო რელსებზე არის გადასული. ეკონომიკის დიდი ნაწილი მუშაობს სამხედრო პროდუქციაზე, გაჩერებული არის მთელი სფეროები რუსეთში, რომელიც არასამხედრო დანიშნულების პროდუქციას უშვებს
და წარმოიდგინეთ ახლა ის ცენტრები, რომლებიც ამ სამხედრო პროდუქციაზე მუშაობს, რომლებიც აყვავდა ეკონომიკურად, პრაქტიკულად, ახლა უცებ ეს ცენტრები ისე უნდა გაჩერდეს და ამ დროს თითქოს უნდა ისე დაუბრუნდნენ სამშვიდობო. ხო, მაშინ გამოსავალი რაშია? გამოსავალი არ არის, ამიტომ არის რომ რუსეთში ამბობენ რომ ჩვენ ვომობთ მუდამ ჩვენ 20 წელი კიდე მთელი უმაღლეს დონეზე მთელმა რიგმა ლავროვიდან დაწყებული, მედინსკით დამთავრებული, ყველამ თქვა რომ რუსეთი მზად არის მომდევნო 20 წლის განმავლობაში იომოს. ანუ სანამ რუსეთს აქვს ის განცდა რომ მას შეუძლია თუნდაც ამ დანაკარგებით და სტრატეგიულ დონეზე იმ სახელმწიფოების დახმარებით, ანუ ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი და ასე შემდეგ, ანუ ეს ტემპი შეტევის განახორციელოს, ის მზად არის რომ ეს ასეთი ტიპის ომი აწარმოოს. კიდევ ერთხელ სულაც არ გამოვრიცხავ რომ გარკვეულ დონეზე გეოგრაფიულმა არეალმა შეიცვალოს სამხედრო დარტყმის და არა მხოლოდ უკრაინა, არამედ უკვე ნატოს ქვეყნებზე მოხდეს ახლა ბალტიის ქვეყნების მიმართულებით შეტევების განხორციელება, მაგრამ სტრატეგიულად არა მხოლოდ ეს არის რუსებისთვის მნიშვნელოვანი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რეჟიმი მოსკოვში იარსებებს მანამ, სანამ მიდის ომი. როგორც კი ომი წყდება, რეალურად რუსეთის ისტორიაც ამის კარგი მაგალითი არის, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი დგება მაშინ რეჟიმის მისამართით, რომელიც როგორც წესი მშვიდობიანად არ გადაწყდება ხოლმე. ამიტომ რეჟიმმა იცის აი ამ ელიტამ, რას პოლიტიკურმა ელიტამ, რომ ომის პირობებში აქვს მას მხოლოდ შანსი, რომ გაიხანგრძილოს ცხოვრება და რაღაცა გამოსავალი მოძებნოს მომავალში რა იქნება პუტინის შემდეგ ვინ იქნება, ეს გამოსავალი ნახოს, ფორმულა ნახოს, ჯერჯერობით ამაზე პასუხი არ აქვს და სწორედ ამიტომ ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის მხოლოდ ომის გაგრძელება. ამიტომ ჩვენ მე აბსოლუტურად გამოვრიცხავ რაიმე შეთანხმების მიღწევა, შეიძლება რაღაც მართლა ბავშვების გაცვლა გამოცვლაზე იქ მიაღწიონ შეთანხმებას, მაგრამ მნიშვნელოვან რაიმე შეთანხმებაზე აბსოლუტურად წარმოუდგენელია რაიმე. გასაგებია და ბოლოს თქვი რომ შიდა თემაზეც მინდა ერთი-ორი კითხვა დაგვს, რომ აქტიურად ხარ ჩართული, ახლა განსაკუთრებით ჯგუფი ფარი ამ აქციების ორგანიზებაში და ასე შემდეგ, ну ლაშაც ახლა აქტიურად მონაწილეობს, ასე ვთქვათ, როგორც მოქალაქე ამ პროცესებში და თქვენი აზრი მაინტერესებს ერთ კონკრეტულ საკითხზე, რომელიც დღეს გახდა, ასე ვთქვათ, განხეთქილების თემა ოპოზიციურ ფლანგზე, ეს არის ადგილობრივი არჩევნები. და გაყოფილი აზრი, ხო, რაღაც პარტიები ამბობენ, რომ არ მივიღებთ, ვიღაცები ფიქრობენ, ვიღაცები ამბობენ, რომ მივიღებთ. თქვენი პოზიცია როგორია? ну აი ვიღაც მაგალითად ვინც იღებს არჩევნებში მონაწილეობას, ამბობენ, რომ ამ პარტიამ რა სხვა რა უნდა ქნას არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა, ისე დაიშლება რეგიონებში და ასე შემდეგ. მეორე ნაწილი ამბობს გუშინ მაგალითად ლელოს წარმომადგენელმა თქვა, რომ თუ გავერთიანდებით თბილისის წართვება შეგვიძლია, თბილისი მოვიგოთ და ეს დიდი დარტყმა იქნება რეჟიმისთვის და ანუ სხვა მოსაზრება არსებობს. თქვენი პოზიცია რო ჩამომიყალიბოთ, დავით ჩვენგან დავიწყოთ. ხო, ჩვენი ჯგუფი და ის ჯგუფები და ადამიანები, ვის ჩვენ ანუ აი ერთობის გაერთიანებაში ვიმყოფებით მინიმუმ და ასევე ვიცით რომ საზოგადოება, საპროტესტო საზოგადოების უდიდესი ნაწილი აბსოლუტურად უარყოფითად უყურებს აი ამ ტენდენციას და ნებისმიერ რიტორიკას, რომელიც ამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ეხება. ჩემს ირგვლივ არ არის ადამიანი, ვინც მაგ არჩევნებზე მივარ ამენაერად და მონაწილეობას მიიღებს. და ანუ ჩვენთვის ნათელი ხდება რომ რეალურად ის პოლიტიკური სპექტრის ის ნაწილი რომელიც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს მათ გადაწყვიტეს რომ ანუ არანაირი შანსი არ არსებობს ამ რეჟიმთან ბრძოლის ამ რეჟიმთან გამკლავების ანუ მათ არ აქვს ესე იგი საზოგადოების იმედი არც საკუთარი თავის იმედი აქვს და რეალურად გადაწყვიტეს რომ რაღაცნაირად ჩაებან ამ აქვია რეჟიმის თამაშში და რაღაც თავისი პატარა ნიშა დაიკავონ რასაც გადამოუგდებს რეჟიმი რა იმ თავის რაღაცა კონკრეტული თანამდებობებით, რომელსაც ესენი ამ თვითმმართველ მერი იქნება ეს თუ საკრებულოს წევრობა, რომელიმე პატარა ქალაქში თუ ასე შემდეგ, ხო? და ის ახლა ის განცხადებები, რომ ჩვენ ვინმეს რამე უნდა წავართოთ რეჟიმის პირობებში, ამ რეჟიმი, რომელიც ახლა კონსოლიდირდება და ასე ვთქვათ, ამ აქვია მართლობითი აპარატის ოპტიმიზაციას ახდენს და ფაქტობრივად რუსეთის კრემლის პირდაპირ მართლობით კონტროლის ქვეშ გადაყავს, ხო? მე არ ვიცი ამ ადამიანებს რისი იმედი აქვთ უბრალოდ და ვის თვალებში ცდილობენ ამ ნაცრის შეყრას რომ თითქოს აქ რამე შანსი ვინმეს აქვს, რომ აი გაყალბებულ არჩევნებშიც კი მოვიგეთო თბილისიო და ეხლა რატო ვერ მოვიგეთ? ესეთი გაყალბებულ არჩევნებში ვინ რა მოიგო მაგაზე ლაპარაკი არის საერთოდ ავანტიურიზმი პირდაპირ პოლიტიკური. და ძალიან ცუდად ჟღერს ეს საზოგადოებრივ ყურებში. ჩვენ თვალსაჩინარიდან ეხა ის ადამიანები, ვინც პრაქტიკულ რეალურ ყოველდღიურ ბრძოლაში ვარ ჩართული, რა მოიგეს, ვერ გავ თუ გაყალბდა ეს დასაწვავი არჩევნები, ესე კაციშვილმა არ იცის ვინ რა მოიგო და ვინ რა მიიღო. ხო და ამ ფონზეც კი 60-40-ით მოიგო ოპოზიციამ. ხო, არ ვიცი, აი ეს ინსინუაციები ძალიან დამაზიანებელი არის. ოპოზიციური საზოგადოებისთვის არის ძალიან დამაზიანებელი და ყოველი ამ ადამიანების განცხადება ძალიან ესე ვთქვა ეფექტურად გამოიყენება ქართული აი ამ რუსული მოღალატეობრივი რეჟიმის მიერ წარმოებული პროპაგანდისტ
ამისთვის და რატო აკეთებენ ამას? ანუ მე მომავალში გავარკვევთ იმედია რა, მაგრამ ანუ ფაქტი არის, რომ უკიდურესად უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს და ის რომ პოლიტიკურ ველზე განხეთქილებას იწვევს ეს ფაქტი არის აშკარა და ჩვენ რომ ვხედავთ ეხლა რომ პოტენციალი იმისა რომ ამ პოლიტიკური ველიდან რაიმენაირი კონსოლიდირებას, რაიმე ხარისხის, რაიმე დონის კონსოლიდირება მივიღოთ, ეს ფაქტი არის უკვე და ასევე იწვევს იმედგაცრუებას საზოგადოებრივ ველზე რეალურად რომ ანუ არაფერი, ესე იგი, არაფერი არ ეშველა აი ამ პოსტკომუნისტურ პოლიტიკურ ინსტინქტს, რომელზეც გასწორებულები არიან ეს ადამიანები და ელემენტარული აღქმა არ აქვს რა არის საზოგადოების დაკვეთა რა. და ამიტომ ჩვენ ეხლა მე მაგალითად მოუწოდებ საზოგადოების წევრებს, აქტიურ წევრებს, რომ რეალურად ანუ ფოკუსი ამ პოლიტიკური ველიდან გადმოვიტანოთ საზოგადოებრივ ასპარეზზე და როგორმე ეხლა ჩვენ აქსელერაცია მოვახდინოთ აი ამ ჩვენი კონსოლიდაციის, რომ რაღაცნაირად სიმძიმის ცენტრად ჩამოვყალიბდეთ ეფექტურად და დაუპირისპირდეთ ამ რეჟიმს ისე როგორც საჭირო არის რა და ეს პოლიტიკური ველი წავიდეს იქ სადაც არის მათი აშა შენი აზრი როგორია ამ თემაზე? Ну, მე ვფიქრობ, რომ ზოგადად ქართულ პოლიტიკურ პარტიებს არც არასოდეს ახასიათებდათ გრძელვადიანი, საშუალოვადიანი თუ მოკლევადიანი დაგეგმვის უნარი და ტრადიცია და ეს არის მკაფიო მაგალითი კიდევ ერთხელ. ეხლა ინდივიდუალურად ადამიანებს რო დაელაპარაკები, ყველა გეჩვენება ჭკვიანი და ეხლა რაღაცნაირად საღად მოაზროვნე ადამიანი, მაგრამ როცა პოლიტიკურ საკითხებზე და პოლიტიკურ გეგმებზე თუ ნაბიჯებზე არის საუბარი, იქ მე მგონი აქ რაღაც საღი აზრი ტოვებს ხოლმე ამ პოლიტიკურ პარტიებს და საერთო ჯამში მე რაღაც საოცრებებს მოისმენ ხოლმე. Ну, მოდი ესე ვთქვათ, ზოგადად ავტორიტარულ რეჟიმებს, რომლებიც აი ესეთ გაყალბებულ რეჟიმებს, არჩევნებს აწყობენ ხოლმე, მათ ჰაერივით სჭირდებათ ლეგიტიმიზაცია. რაც არ უნდა ავტორიტარული რეჟიმი იყოს, მას მაინც სჭირდება რაღაცნაირად ესეთი ოპოზიციის გარკვეული მონაწილეობა ამ თამაში, იმიტომ რომ ამით ის აკეთებს საკუთარი თავის ლეგიტიმიზაციას. ოღონდ აქ უკვე როგორ გითხრათ, იცით, პოლიტიკური ოპოზიციის წინაშე დგება დილემა. ან ის ხდება აი ამ სისტემის ერთი დიდი სისტემის, ავტორიტარული სისტემის ნაწილი და მაშინ იწყებს ამ სისტემის წესებით თამაშს, ორგანული ნაწილი ხდება, სულ უფრო და უფრო, ან ის თუ უნდა რომ აი როგორც ბატონმა დავითმა თქვა, მოხდეს აღდგენა ჩანგრეული ხიდის საზოგადოების და პოლიტიკურ პარტიებს შორის, ის თავი გაიაზროს მართლა როგორც პოლიტიკური პარტია და მართლა დაკვეთა მიიღოს საზოგადოებისგან. ეხლა რასაც ჩვენ ვუყურებთ რეალურად, ერთი რომ თუნდაც ეს ფრაზა რომ თბილისი მაინც წავგლიჯოთ, ну, ჯერ ერთი რა გარანტია არსებობს აი ამ სისტემაში, რომლებიც ყველანაირად მომზადებულია იმისთვის, რომ არ იქნას დაშვებული თბილისის წაგება. ხო, არა, ვერ მოიგესო თბილისი. არა, ეგ იცით რა, ჩვენ საპარლამენტო არჩევნების წინა დროსაც გვესმოდა ხშირად, რომ არ არსებობს არანაირი გაყალბების მექანიზმი, გახსოვთ თქვენ და ბოლოს ვიხილეთ ეს რა ქვია ლაქები, ხო? და ნუ ბევრი ესეთი მსგავსი მაგალითი. მაგრამ აქ პრინციპული ამოცანა არის შემდეგი, რომ პოლიტიკურ პარტიებს ანუ დღევანდელ რეალობაში და პოსტსაბჭოთა და პოსტკომუნისტური ტრადიცია აქ სწორად იქნა ნათქვამი. აქვთ რეალური შანსი, რომ ან დაუბრუნდნენ სწორი თამაშის წესები დაუბრუნდნენ საზოგადოებას და ამით გაიხანგრძლივონ პოლიტიკური მომავალი, ან ისინი აი ამ პოსტსაბჭოური წესებით, როცა მთლიანი სისტემა ყველაფერს აკონტროლებდა, შევლენ გახდებიან ამ სისტემის ნაწილი და ბუნებრივია ისინი საზოგადოებიდან საბოლოო ჯამში მოიკვეთებიან და არანაირი იმედი არ უნდა ქონდოთ რაიმე პოლიტიკური მომავლის თუ ნორმალური მომავალი ოდესღაც დაგვიდგა, ხო? ეს დილემა რეალურად მათ მიერ არის გასააზრებელი, თორე საზოგადოება იდეაში თავისი ის ავტონომიურად იმოქმედებს ამ პოლიტიკური პარტიების გარეშე და საბოლოო ჯამში თავისი წიაღიდან მაინც გამოზრდის იმ გარკვეულ ფიგურებს და ლიდერებს, რომლებიც თვისებრივად, შინაარსობრივად ახალ პოლიტიკურ მოძრაობებს და პარტიებს ჩამოაყალიბებს. ამიტომ ეს გადასაწყვეტია ამ პოლიტიკური პარტიების თავისი რისკების, სიმართლე გითხრათ, მე ამ ზღაპრების უკვე კარგა ხანია დაღლილი ვარ, აი ამ არჩევნებზე არ წახვალ. ნუ რა თქმა უნდა, ეხლა ჩემს გარშემო, ეხლა როგორც აქ ითქვა, ну, როგორც მინიმუმ, ველოს წარმოგიდგენია, ამბობდა რომ სოციალურ უფლებას რო ვატარებთო, ოპოზიციურ ამორჩევლის დიდი ნაწილი მომხრეაო არჩევნების. აქ პრინციპული საკითხი არის, რატომ გონია ლელოს, რატომ გონია იგივე თუნდაც გახარიას პარტიას, რომ ის ამორჩეველი, რომელიც მივიდა საპარლამენტო არჩევნებზე, მათი ამორჩეველი არის. ყველასათვის ცნობილია, რომ ეს იყო საპროტესტო ამორჩეველი. ანუ და ისინი მომხრე არიან. არა, ზუსტად ეგ არის, რომ საპროტესტო ამორჩეველს ძალიან კარგად აქვს გააზრებული რისთვის და ვის აძლევს ხმას. ამ შემთხვევაში უდიდესი ნაწილი ვინც ხმა მისცა პირობითად ლელოს ან გახარიას ან სხვა პარტიებს არ ვიცი ხო მან ძალიან კარგად იცის რომ ლელოს და გახარიას კი არ მისცა ხმა არამედ იმისთვის რომ
პირობითად ქართული ოცნებისთვის არ მიეცა ხმა, თავისი არჩევიდან აი ესეთი გააზრებული არჩევანი გააკეთა. ეს თუ არ აქვს გაგებული ლელოს და გახარიას, აი ეს მოცემულობა, მაშინ თლად გასულები ყოფილან პოლიტიკური სივრციდან და საზოგადოებრივი აღქმით. დასაგებია, მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის. ვაშა ძებისაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, დავით გუნაშვილი, ჯგუფარის წარმომადგენელი იყვნენ ჩვენი სტუმრები. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა რეზიუმე, მე ხვალამდე გესმენთ.